2020 წლის მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 24. 0.2 მეტრის სიგრძის ღერო, რომლის ერთ ბოლოზე მიმაგრებულია ბურთულა, თანაბრად ბრუნავს ვერტიკალურ სიბრტყეში მეორე ბოლოს გარშემო. მოცემული გვაქვს ღეროს სიგრძე, რომელიც ტოლი არის 0.2 მეტრის. ამასთან ღეროს მასა შეგიძლიათ უღულებელყოთ, მასა ღეროსი ნულის ტოლია. ღეროს მაქსიმალური დაჭიმულობის ძალა 3-ჯერ მეტია მინიმალური დაჭიმულობის ძალაზე. ღერო სულ დაჭიმულია. ესე იგი, მოდით F მინიმალური დაჭიმულობის ძალას თუ ავნიშნავთ ტეთი, რადგანაც მაქსიმალური დაჭიმულობის ძალა მინიმალურზე 3-ჯერ მეტია, მაქსიმალური დაჭიმულობის ძალა იქნება 3 ტესტოლი, რადგან მინიმალური ტესტოლია. ამასთან G თავისუფალი ვარდნის აჩქარება 10 მეტრ/კვადრატის ტოლად ჩათვალეთო გითხრეს და გვეკითხებიან გამოთვალოთ ბურთულის ბრუნვის კუთხური სიჩქარე ომეგა. მოდი ახლა რომ წარმოვიდგინოთ სურათი, გვაქვს ბურთულა, რომელიც ღეროზე არის ასე მიმაგრებული და რადგანაც გითხრეს რომ ის თანაბრად ბრუნავსო ვერტიკალურ სიბრტყეშიო და აგრეთვე ღერო სულ დაჭიმულიაო, ის იმოძრავებს წრეწირის გასწვრივ. ამ სახით, მოდი უკეთესად იქნება მოვახერხოთ დახაზვა. ესე იგი, ეს მოდი ცენტრში მოვათავსოთ. აი ასე, აქ გვაქვს ბურთულა. და მოდით აი ზედა წერტილი აღვნიშნოთ 10 და რაღაც დროის გასვლის შემდეგ ცხადია ეს ბურთულა მოექცევა აგრეთვე ქვემოთ, აი ამ წერტილში, მოდი ამ წერტილს დავარქვათ B და დავწეროთ რა ძალები იმოქმედებს ახლა ამ ბურთულაზე. როცა ამ წერტილში იმყოფება ბურთულა, მასე იმოქმედებს mg, სიმძიმის ძალა, აგრეთვე იმოქმედებს დაჭიმულობის ძალა, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგანაც mg-ს და დაჭიმულობის ძალა ამ წერტილში ერთი წრის გასწვრივ არის მიმართული, ამ შემთხვევაში მინიმალური დაჭიმულობის ძალა იმოქმედებს, ამიტომ აქ ექნება T, ხო, რაც შეეხება B წერტილში გავლის მომენტში ამ ბურთულაზე იმოქმედებს აგრეთვე mg ძალა, რომელიც ქვემოთ იქნება მიმართული და F მაქსიმალური დაჭიმულობის ძალა, 3T ძალა. ახლა რადგანაც გვეუბნებიან რომ ბურთულა თანაბრად ბრუნავსო ამ წერტილის გარშემო, შესაბამისად ორივე შემთხვევაში ცენტრისკენული A წერტილისთვისაც და B წერტილისთვისაც ცენტრისკენული აჩქარებები ერთმანეთის ტოლი იქნება. ამ შემთხვევაში ვერტიკალურად ქვემოთ იქნება მიმართული ცენტრისკენული აჩქარება, B წერტილისთვის ვერტიკალურად ზემოთ. ავირჩიოთ კოორდინატთა სისტემა, ნუ დავუშვათ ეს კოორდინატთა სისტემა მიმართოთ ვერტიკალურად ქვემოთ y ღერძი და თითოეული A წერტილში მყოფი ბურთულასთვისაც და B წერტილში მყოფი ბურთულასთვისაც დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. კერძოდ A წერტილისთვის ნახოთ რა გვექნება. A წერტილის შემთხვევაში mg-ს A წერტილში მყოფი ბურთულაზე მოქმედი ძალების ჯამი უნდა იყოს მასისა და აჩქარების ნამრავლი. ნიუტონის მეორე კანონის თანახმად mg-ს დამატებული T ტოლი უნდა იყოს m A ცენტრისკენულის. ახლა თუ გავითვალისწინებთ, მოდით დავაგეგმილოთ ჯერ ეს რას მოგცემს mgx + tx. ეს ტოლი არის m A ცენტრისკენული, ოღონდ x ღერძის გასწვრივ არა და y ღერძის გასწვრივ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ y ღერძი გვაქვს ვერტიკალურად ქვემოთ მიმართული. m A ცენტრისკენული y. ახლა A წერტილისთვის j-ის გეგმები იქნება პირდაპირ j-ს ტოლი, იმიტომ რომ mg და y ერთ წრფის გასწვრივ არის მიმართული, ერთმანეთს ემთხვევა mg-ს, t-ს მიმართული არის y-ის გასწვრივ, ამიტომ პლუს ნიშანი გვექნება, ტოლი იქნება m A ცენტრისკენულის. ეს A წერტილის შემთხვევაში. ახლა იგივე გავაკეთოთ, მოდით B წერტილისთვის. B წერტილის შემთხვევაშიც გვექნება mg-ს დამატებული დაჭიმულობის ძალა 3T უდრის m A ცენტრისკენულს. გეგმილებში გვექნება mgy + 3ty. ეს ტოლი იქნება m A ცენტრისკენული y-ის და დავაგეგმილოთ jy ამ შემთხვევაშიც იქნება mg-ს ტოლი, ამიტომ გვექნება mg. ხო, რაც შეეხება ty-ს, 3ty-ს, ty მდგენელი იქნება მინუს ნიშნით, რადგანაც y ღერძი და 3T დაჭიმულობის ძალა საწინააღმდეგოდ არის მიმართული, -3T ტოლი იქნება -m A ცენტრისკენულიც, რადგან ამ შემთხვევაში B წერტილისთვის ცენტრისკენული და y ღერძის საპირისპირო მიმართულებით არის მიმართული და მოდი ორივე შემთხვევისთვის აქედან რა გამოგვივა, T ტოლი იქნება აქედან m A ცენტრისკენულს გამოკლებული j. ახლა რაც შეეხება აქედან B წერტილისთვის მივიღებთ, რომ 3T უდრის m j-ს + A ცენტრისკენული და მოდით აი ეს T გამოსახულება შევიტანოთ B წერტილში მიღებული გამოსახულებაში. მივიღებთ 3 გამრავლებული T-ზე, ანუ ამ გამოსახულებაზე ექნება
m-ი a ცენტრისკენ მინუს ჟ, თავისუფალი ვარდის საჩქარება უნდა იყოს თავისუფლის mჟ პლუს a ცენტრისკენ mჟ პლუს a ცენტრისკენ. m-ები იკვეცება, როგორც ხედავთ, და საბოლოოდ გვხვდება 3 a ცენტრისკენ მინუს 3ჟ ტოლია ჟ-ს პლუს a ცენტრისკენ, საიდანაც რა გამოგვდის, ვნახოთ 2 a ცენტრისკენ ტოლი გამოგვდის 4ჟ-ი, შესაბამისად a ცენტრისკენ ტოლი არის 2ჟ-ი. ახლა თავისუფლად თუ გავითვალისწინებთ, რომ ომეგა a ცენტრისკენ ტოლი არის ომეგა კვადრატ l-ის, საიდანაც ომეგა კვადრატ ტოლი გამოგვდის a შეფარდება l-თან, a ცენტრისკენ შეფარდება l-თან, საიდანაც კუთხური სიჩქარისთვის მივიღებთ, რომ ტოლი არის კვადრატული ფესვი a ცენტრისკენ შეფარებული l-თან. თუ შევიტანთ ახლა a ცენტრისკენ მნიშვნელობას მივიღებთ 2ჟ შეფარებული l-თან, რომელიც პირობით 0.2 ტოლია. შესაბამისად ეს ტოლი იქნება კვადრატული ფესვი 10ჟ-ი. თუ გავითვალისწინებთ ჟ-ს მნიშვნელობას, გამოგვივა კვადრატული ფესვი 100-დან და მივიღებთ, რომ ტოლი არის ეს 10 რადიან წამის. ესე იგი, საბოლოოდ რომ დავწეროთ, კუთხური სიჯვარე ტოლი ყოფილა 10 რადიან წამის, რომელიც პასუხი არის E.